აპარატურა დავტოვოთ, ფოტო დავტოვოთ მან და დანარჩენი ყველაფერი. ვის დავრებ მიქარით, რომ გავარკვიოთ ეგ ყველაფერი? კანონია უკვე მიღებული ბატონო და მაგიტომ დღეს უნდა იმას ქნათ, დატოვო და რომ მერე გახვალ და ეხა იგერი და გახვალ აღარ არის. ფოტო აპარატურა უნდა დატოვო. საქალაქო სასამართლო საემშლაგმაუმს შემიძლია გავცდე ოპერატორთან ერთად კამერით, მაგრამ აი ჭიშკრის იქეთ ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადავდგავ კამერასთან ერთად, იმიტომ რომ დღეიდან საქალაქო სასამართლოში და ზოგადად სასამართლოში შეიზღუდა ფოტო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია. დღეს არის პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის სასამართლოს ხდომა. ვიზუალური მხარე ამ მასალის, ამ სასამართლოს ხდომის ჩვენ დღეს ვერ გვექნება. ველოდი ძალიან მინდია გავაძე რომ მოვიდო და იმიტომ რომ თითქმის ყველა ფოტო ამ სასამართლო პროცესებიდან არის მინდიას გადაღებული და თუ შეუშვებდნენ და საერთოდ რა რეაქცია ექნებოდა. რა მოხდა, რა სელოდი და რა მოხდა. მაშინ რაც მასნეზე გამოქვეყნდა ახალი კანონი და უკვე ძალაში შესულად ამოქმედა და მაინც არ მჯეროდა და ვიფიქრე რომ აი სანამ სასამართლოში არ მივალ და მეტყვია რომ სიო შეჩერდი, ვერ დავიჯერებ მეთქი მანამდე და აი ახლა მოხდა ეგ მომენტი რომ უბრალოდ გაჩერდიო, ვერ შეხვალო და რეალურად მაინც ორივე მეთოდით, ანუ ძველი მეთოდითაც და ახალი მეთოდითაც ნებართვა დაწერილი გვაქვს ახლა და არ ვიცი, ახალი პრაქტიკა სანამ დაინერგება იდეაში თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნებართვის გაცემა, ვიფიქრე რომ ეს კვირა მაინც იქნებოდა ის გამონაკლისი, როდესაც იტყვიან რომ ან ძველი მეთოდით მოეცათ ნებართვა, ან რაიმე ახალი კიდევ სხვა დამატებითი პრაქტიკით, რაც უბრალოდ უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ეს კვირა რაც არის პროცესები, ეგენი მაინც გადაგვეღო. იდეაში ყოფნის უფლებაც არ გვაქვს. ან გაეცნებავით ეს ხო? კამერები. აი, ნიჭი. აი, პროცესის გადაღება რომ და ან რუტინის გადაღება. ანუ არ არის ცნობილი საზოგადოება. არა, შეიძლება სასამართლო შენობაში მოიწევს რაღაც მოდი პიარს დავურეკოთ და ვკითხოთ განცხადებები როა დაწერილი რა ფორმატში მივიღეთ პასუხს ამაზე. ხო, ანუ ეგაა ყველა. ქეთი გამარჯობა. სალამი. ქეთი ახლა ვდგავართ საქალაქო სასამართლოს კართან ჟურნალისტები და გვაინტერესებდა ვინც განცხადება დაწერა გადაღებაზე გუშინ. იმათ რა ბედიელით, ანუ ვინ უნდა გითხრას პასუხი, სადაც წერდით ის სისტემა იმუშავებს თუ არა ისე. ახალი ცვლილებებით სასამართლო აღარ არის გადაწყვეტილების მიღები გადაღებასთან დაკავშირებით და შესაბამისად მე ვერაფერს ვეღარ გეტყვი ამ თემაზე. ანუ პრესსამსახური არ ყავს იმ უწყებას, რა უწყებასაც თქვენ მეუბნებით რომ უნდა დაუკავშირდე და მაგას გიხსნით რომ ეს კვირა საერთოდ სასამართლოები ვერ გაშუქდება მაგ პრინციპით. ნუ ეს კვირა რა სანამ გაირკვევა და ხო საჯაროობის პრინციპი იყო პირველ რიგში ალბათ და ეხლა ჟურნალისტები ვდგავართ თბილისის საქალაქო სასამართლოს შლაგბაუმის მიღმა და ძალიან უხერხული არის და იქნება აუხსნათ მოსამართლესაც და ნებართვები თუნდაც რაც ძველი წესით გვაქვს დაწერილი ის გაითვალისწინო. გადავწევ რაც მითხარით. კი ბატონო, იქნებ რა ჩვენც მოგვაწვინოთ ხმა რაღაცნაირად მანდატურების საშუალებით მაინც. კი ბატონო. ვინ იყო მინდია ვის დაურეკეთ? ეს იყო ნინო გალუსაშვილის თანაშემწე, თია გეგია. ერთი მხარე სასამართლოში ჭიშკრის არის ჩაკეტილი, მეორე მხარეს კიდე თქვენც ხედავთ რომ ნუ დგანან მანდატურები და ჩვენ შიგნით აღარ გვიშვებენ. ჭიშკარს რო გავცდეთ, მაგალითად თუ რამეს გვეტყვიან. ხო, ესეთი ვითარება. აქ რო დავდგეთ, აქაც არა. ჭიშკრის იგი. კი ბატონო, ზეო. ანუ ჭიშკრის გარეთ უნდა დავდგეთ. ილო, წავიდეთ, აბა ვნახოთ მეორე ჭიშკარი თუა ჩაკეტილი. დილით დაკეტეს, მაგრამ ვნახოთ, აბა იქ რა ხდება. ხო, არა, ჩაკეტილია. რომც გავაღო, ალბათ იქ არავინ შეგვიშვებს.
აი გვექნება ახლა ეს კადრი. ამის შემდეგ შორი კადრი სასამართლოსი. სალომე ჩადუნელი, ჩემი კოლეგა შევიდა ახლა შიგნით სასამართლოს შენობაში. 11 საათზე წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს სასამართლოს ხდომა და დავურეკოთ, მაინტერესებს შიგნით რა ხდება. ვნახოთ. სალომე, გესმის ჩემი? კი, აბა მოგვიყევი შიგნით რა ხდება ახლა? შეხვედი მე მგონი, ხო? კი, ვარ იმ სივრცესთან, რომლის იქედაც უკვე ნებართვით უნდა გადავიდეთ. შეკრებილები არიან აქ ადამიანები ჩემს უკან დამსწრეების ხდომაზე და ველოდებით რომ შეგვიშვან უკვე ხდომათა დარბაზში. აი ანუ ტელეფონზე დარეკვის უფლება, ეხა ვიდეო თვალით გირეკავ, ეს გაქვს, ხო? ჯერ ამის უფლება. არ ვიცი, ნახოთ, აბა თუ მეკვიან რომ გასიშე დარიო, ვიდეო დარიო, არ ვიცი, რომ დაიქნება. ფოტო რო გადაიღო მან ტელეფონით, ამის უფლება გაქვს, სალომე? არ მაქვს და არც ვიცი გადაღება, იმიტომ რომ დღის დასაწყისში მქონდა დილით მცდელობა და მithეს რომ უფლება არ მაქვს და შესაბამისად ახლა ნაკლებ პრობლემას ვიქმნი, იმიტომ რომ შევიდე ხდომათა დარბაზში და ვიმუშაო. თუმცა გვითხრა გამგვიმართა მანდატურმა რომ ვიდეო და ფოტო გადაღების უფლება შიგნით აღარ გვაქვს. აი ეს ვიდეო ზარებზე გავრცელდება თუ არა, ახლა რასაც მე და შენ ვაკეთებთ, ეს უკვე არ ვიცი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და შენს live vlogs ველოდებით.